დღეს დონაციის აქცია ტარდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტში. ყოველწლიურად წელიწადში ორჯერ ამ აქციაში მონაწილეობას ღებულობს ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი, ჩვენი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო. მობილიზებული არის ჯგუფი, უკვე 9 პიროვნებამ ჩააბარა სისხლი და აქტივობა არის საკმაოდ მაღალი, შეიძლება ითქვას, ველოდებით. აქტიურად მონაწილეობენ საექიმო ამბულატორიების ოჯახის ექიმები, რამოდენიმე მათგანი უკვე იყო და რა თქმა უნდა მადლობას გადავუხდით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უანგაროს სისხლის დონაციას, იმიტომ რომ ბევრი დაავადებები დღეს აი უბრალოდ სისხლის გადასხმის გარეშე ადამიანის არსებობა წარმოუდგენელია და ეს ძალიან დაეხმარება ლეიკემით დაავადებულებს, სხვადასხვა სიმსივნური პათოლოგიებით დაავადებულებს და თუ ჩვენ ვიფიქრებთ იმაზე, რომ ერთი ადამიანმა შეიძლება გადაარჩინოს მინიმუმ 3 ადამიანის სიცოცხლე, მივხვდებით, რამდენად დიდია დღევანდელი ჩვენი აქციის მნიშვნელობა და იმედი მაქვს, რომ აქტივობა იქნება მაღალი. მე ჯანმრთელობას ვუსურვებ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდი ყველა დონორს და ყველა იმ ადამიანს, ვინ ამ აქციის ორგანიზებაში მოგვეხმარა და მონაწილეობა მიიღო. დღეს ქუთაისის სისხლიცენიდან ვართ ჩამოსულები, ვატარებთ უანგარო დონაციას, რომელიც სრულიად სიკეთეზე ამორგებული და ერთ აღებულ სისხლს შეუძლია გადაარჩინოს 3 ადამიანი. პირობითად და ესე მრავალ მუნიციპალიტეტში დავდივარ, მსგავსად ვავსებთ სისხლის მარაგებს და ვეხმარებით უანგაროდ ადამიანებს. დღეს ზესტაფონის მერია სისხლის დონაციის აქციის მასპინძელია. ჩვენ ყოველწლიურად ვართ ჩართული ამ აქციაში და გავცემთ სისხლს, რომელიც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც ამის საჭიროება უდგას. ეს აქცია 2 დღე გაგრძელდება, დღეს და ხვალ, ვისაც სურვილი აქვს, მოუწოდებთ, რომ მიიღოთ ამ აქციაში მონაწილეობა. მუშაობთ იმისთვის, რომ ძველი წიგნადი ფონდი ამოვცვალოთ და გავაახლოთ. 8800 ლარი გვიდევს მერიის მიერ მოცემულ ბიუჯეტში და ყველანაირად მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ბევრი წიგნი შემოვიტანოთ ამ თანხით. ვუკავშირდებით გამომცემლობებს, თვითონ გამომცემლობები და როცა მოგვაქვს, რა თქმა უნდა, ისინი გვიკეთებენ შეღავაც, ფასტაკლებას გვიკეთებენ და უფრო მეტი რაოდენობით წიგნი შემოგვაქვს. მინდა მოუწოდო პედაგოგებს, მოუწოდო სკოლებს, რომ ბავშვები დააინტერესონ. ამ ბოლოს დაიწყო ექსკურსიები ჩვენთან მოდიან ბავშვები, ნახულობენ ბიბლიოთეკას, ეცნობიან წიგნად ფონდს და მე მინდა რომ ეს სისტემატიური ხასიათი მიეცეს ამას და თვითონ დირექტორი, სკოლის დირექტორი იქნება თუ პედაგოგი იქნება, თვითონაც მოგვეხმარონ, რომ დავაინტერესოთ ბავშვები წიგნებით. 700 ლამდე წიგნი გვაქვს ახლა მიღებული ამ წუთში, დავამუშავეთ, გავაკეთეთ როგორც საჭირო იყო ისე და უკვე აი ხედავთ თაროზე განაწილებული არის სოფლების მიხედვით. ყველა სოფელს თავისი თარო აქვს, თავისი წიგნები ესე დალაგებული. და მე მინდა გითხრათ, რომ ბავშვებმა საბავშვო ლიტერატურა გვაქვს ძალიან კარგი. ახალი არაფერი არ არის თითქმის. ძველია, მაგრამ ისეთი კარგი გამოცემებია, ისეთი დაილუსტრირებულია, ისე კარგად, რომ არ შეიძლება თვითონ წიგნი რო დაინახავს ბავშვი, ის გეუბნება, რომ გადამშალე და წამიკითხაო. მასწავლებლებს მინდა გავაცნო ეს, რომ უთხრან ბავშვებს დააინტერესონ და წაიკითხონ, მენანება ასეთი წიგნები წაუკითხავთ, რომ ელაგოს თაროზე. მინდა მიულოცო ვირტუალური და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს თითოეულ თანამშრომელს 10 წლის სიუბილე 10 წელია უკვე რაც ეს სააგენტო ფუნქციონირებს შესაბამისად ძალიან დიდი წვლილი აქვს ჩეტანილი ქვეყნის ვირტუალური და რადიაციული უსაფრთხოების განვითარებაში განსაკუთრებული მადლობა რა თქმა უნდა თითოეულ ადამიანს ვინც წვლილი შეიტანა ამ სააგენტოს დღემდე მოსვლაში შექმნაში და კიდევ ერთხელ ხაზი ესმევა დღევანდელ დღეს 10 წლის იუბილეს, რომ ჩვენი ხელისუფლებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის ჯანსაღი გარემო, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის უსაფრთხო გარემო და შესაძლებლობა იმისა, რომ ეს ყველაფერი უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი ხელისუფლების პირობებში კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა და შესაბამისად კიდევ უფრო მეტად ვითარდება. სააგენტომ როგორც მარეგულირებულმა ორგანომ მნიშვნელოვანი პროგრესი მიაღწია ბოლო 10 წლის განმავლობაში, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ტექნოლოგიური და ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით. აღნიშნული კუთხით ჩვენ ვაპირებთ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, საერთაშორისო თანამშრომლობას და პარტნიორებთან კიდევ უფრო გაღრმავებას ურთიერთობების, რაც უზრუნველყოფს ქვეყანაში კიდევ უფრო მეტად ვირტუალური და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფას. 2006 წლიდან მუშაობ ვირტუალური და რადიაციული უსაფრთხოების ჯერ დეპარტამენტში, გარემოს სტატუსის სამინისტროში, 2016 წლიდან უკვე ვირტუალური და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოში, ვარ ინსპექტირების და რეაგირების დეპარტამენტის თანამშრომელი
თანამშრომელი, ინსპექტორი ვახორციელებ ინსპექტირებას ბირთვული და რადიაციული საფრთხეების სფეროში. დღეს მივიღე ჯილდო. ძალიან მიხარია, პატივია ჩემთვის, რომ ჩემი მრავალწლიანი შრომა იყო დაფასებული. ყოველდილით მოვდივარ აქ და ვტკბები ამ ულამაზესი ხედებით. შეხედეთ რა სილამაზეა. მეტი რა უნდა ინატროს ცოცხალმა ადამიანმა. სოფელში ცხოვრება რთულია, მაგრამ ჩემთვის ძალიან საინტერესოა. მიყვარს სოფელი, მისი ყველაფერი ბუნება, საქმე, ეს ყველაფერს მაკეთებინებს სიყვარული. ჩვენთან ბევრია ემიგრაციაში წასული ქალი, მოუწია არ იყო მეტი შესაძლებლობა და წავიდნენ, ოჯახებს არჩენენ. რა კარგი იქნება თუ დაბრუნდებიან, აი მეზობელიც უკვე ნაკლები ყავს კუთხეში, ვერც გავდივართ. აღარ არის ესეთი ჟრიამული ადრე რომ იყო. ზაფხულობით ბავშვები რო ჩამოდიან ხოლმე, გვიხარია, რა ვიცი, ისე ვართ ზამთარში და შემოდგომის პირში უკვე მიყუჩდება სოფელიც, მოიწყენს, მაგრამ მე ვცდილობ რაღაცნაირად თუ გინდა ჩემი პატარა ვიდეოებით, პატარა მონოლოგებით ვანახებ სოფელი თუ რა კარგია, ლამაზია და კომენტარებში რას ვწერე, რაც მიხარია ძალიან, რომ აქ სურვილი აქვს სოფელში დაბრუნდნენ და იცხოვრონ. ზოგს არ აქვს სოფელი, უნდა ძალიან რო გქონდეთ. ბევრმა მომწერა, რომ აი თქვენთან ახლოს ხომ არ იყიდება სახლი, რომ გადმოვიდე და ვიცხოვრეთ, უნდა შენს მეზობლად, რაც ახარებს ძალიან. საზანო დიდი სოფელია მართლაც. სოფელი დიდია, მაგრამ ბევრი მიტოვებული სახლი არის. გაყიდვით არ ყიდია. დაკეტილებია, ზოგი ნასახლარები გახდა უკვე და რომ ხედავ ძალიან გული მწყდება ამ ყველაფერზე. ახალგაზრდობას ნაკლებად უნდა სოფელი. ეს შრომა, სოფლის საქმეები უკვე ეხამუშებათ, არც მოწონთ. ჩემი ყოველი დღე ასეთია. ავდგები ფეხს გაუყრე შავკალოში, პირს ვიბან, საქონელი, შემდეგ გარეთ საქმე, ძირითადად სოფელში ჯერ გარეთ საქმეს ვილევ და შემდეგ შემოვდივართ სახლში და ვხედავთ სახლის საქმეებს. მithumetes პატარა ბავშვები თუ ყავს, მათ საჭმელი, რა ვიცი. საქმე ბევრია. თავარია იყოს ჯანმრთელობა. სოფელში ცხოვრება მიუხედავად იმისა, რომ ძიმი არის, სახალისოც არის ჩემთვის პირადად, იმიტომ რომ იწყებს ჯანმრთელობა ხელს, სოფლის სიყვარული, ამ საქმეების სიყვარული და რა ვიცი, ეს მაძლებინებს. ბევრი ჩალა მიკონია, მარტოც დამიჩერგილებია, თივის პრესებიც მარტო, ტრაქტორის და ტრავა მაქვს ტრაქტორის და კაჭკის, მეტის არაფრის. რა ვიცი, მიყვარს ეს ტექნიკა. ჩემი ქმარი პირდება, ტრავის სასაღებად გატარება. ისი თქმაგინა ადამიანებისთვის. დღეს რა აკლია ჩვენ საზოგადოებას? ერთმანეთის სიყვარული აკლია. ვიტყოდი. გვაკლია ერთმანეთის სიყვარული, აღარ არის მისვლა, მოსვლა, ნათესავების, რა ვიცი. გვერიდება რომ შეწუხდება და ვერ მივართ. ნამდვილად არ შევწუხდები, ყველა სტუმარის თუ გინდათ უცხო იყოს, თუ გინდა შინაური, მიხარია ძალიან. ხაჭაპურების ხობა არ მეზარება. ეგ რაც გამომდის, ეგ არის. და იმასაც ვიტყვი, რომ სახლის საქმეებზე მეტად მიყვარს გარეთ საქმეების კეთება. თუ გინდათ აი საქონელი ბოსერში რო შევდივარ, ფსიქოლოგურად ვისვენებ. ასე რომ რაღაცების კეთება გამომდის, პატარა მაკეტების კეთება, მაგალითად სკოლაში გავაკეთე ნოდარ დუმბაძის პატარა ქოხი და მებებია და ილიკო და ილარიონის ილუსტრაციები გავაკეთე პატარა და პროექტი ჰქონდათ ხო და კი მოეწონათ და კი გაიმარჯვეს. შარშან გავაკეთე ბეტონისგან გამოდირმე ფიგურები, ზოგი გამომივიდა, ზოგი არა. პატარა სახლის მაკეტიც მაქვს გაკეთებული. მიყვარს ასეთ რაღაცები, დრო არ მაქვს სამწუხაროდ. თორემ კიდევ ბევრი რაღაცის გაკეთება შემიძლია. ო დიპლომი არ მაქვს. 12 კლასს დავამთავრე. შემდეგ მათემატიკაში ჩავიჭერე ეროვნულზე. ფარმაცევტიულზე სწავლობდი, რა დროსაც მომაკითხა ვაჟ ბატონმა. და მოხდა მერე ჩვენი შეუღლება. ყავს ორი ვაჟი. და რა ვიცი, მინდა რომ გაიზარდნენ ქართველი მამულიშვილები, უყვარდეთ სოფელი. სოფელს დღეს ბევრი რამე სჭირდება, ბევრია გასაკეთებელი, მაგალითად ჩემთან გზა არ არის.
არ გვაქვს ბაღი, კერძო სახლში არიან ახლა ბავშვები და ისეთი კომფორტი არ აქვთ, როგორიც უნდა გქონდეთ. არ არის ამბულატორია სამწუხაროდ, ჩვენ მოხუცებს და პენსიონერ მოხუცებს უწევთ ქალაქში წასვლა. რა ვიცი, პრობლემები ბევრია, იოლი ნამდვილად არ არის. მე ისე ვსაუბრობ, იოლად ვიღებ ხალხს გონია, რომ იოლია სოფელში ცხოვრება, მაგრამ ძალიან ძნელია. ხანდახან მეც ისე მიჭირს ხოლმე, ხელსაც კი ვიქნებ, არ მინდა, არ ძროხები არაფერი, მაგრამ შემდეგ ისევ ჩემთან შემოვძახებ. მიყვარს სოფელი. ქალაქში ნამდვილად ვერ წავალ და ვერ გავჩერდები დღის გადმოსახედით. რა ვიცი. თუ სოფელს მიექცევა დიდი ყურადღება, გამიხარდება, თუ წასულებიც ბევრი დაბრუნდებიან, ჩემზე ბედნიერი ალბათ ადამიანი არ იქნება. წასულები ვინც არიან და ჩამოდიან, ისე მიხარია, რომ რა ვიცი. ადამიანის დანახვა გვიხარია, ასე რომ ვთქვათ, ახალგაზრდებს.